ფონდ სიცოცხლის ხის კონკურსში ნეიროგანვითარების ცენტრთან არსებულმა საინიციატივო ჯგუფმა პროექტი წარმოადგინა. პროექტმა გაიმარჯვა. პროექტი ითვალისწინებს სენსორული ინტეგრაციის ოთახის შექმნას, რომელიც 300-მდე ბავშვს მოემსახურება. ნახოთ, როგორი გამოვიდა ოთახი და როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ჩვენი თანამშრომლობა იყო პირველი. ჩვენ პირველი დაფინანსება მივიღეთ აი ამ პროექტისთვის, სენსორული ოთახის შექმნისთვის, რაც ასევე ორი სიტყვით რო ვთქვა, არის ფაქტიურად ბავშვებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ განვითარება და რომლებისთვისაც ძალიან ძნელია მოსაწყენი ესეთი რუტინული პროცედურებში მონაწილეობა, აი მათთვის ეს არის თამაშთან, რაღაც პოზიტიურ ემოციებთან ერთად განვითარება, ადაპტირება და მიღება ფაქტიურად სამედიცინო დახმარებას. Words were ours that will never be harmed. Because you are dear. რეალურად ეს ოთახი უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ყველა ზღურბლის სტიმულაცია. თავისთავად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ბენეფიციარები ძირითადად არიან ბავშვები აუტისტური სპექტრით და დიაგნოზით განვითარების სხვადასხვა ტიპის შეფერხება. თავისთავად ეს თვითონ სენსორული სტიმულაცია თანამედროვე კვლევებიც ამას ამბობს, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ თავისთავად დასწავლის პროცესი, რაც არის პირველი რიგის თერაპია, ჩვენთან აქციის გამოყენებითი ანალიზი წავიდეს ბევრად უფრო ეფექტურად. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, თვითონ ამ ოთახს არსებითი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თერაპია მნიშვნელოვნად დაგვეხმარება უკვე პირველი რიგის თერაპიით მიღწეული შედეგების გაუმჯობესებაში. ამ ნეირორეაბილიტაციის ცენტრში ქონდა ძალიან დიდი სურვილი მშობლებს, რომ ყოფილიყო ეს სენსორული ოთახი, რადგან გვსმენია, რომ სენსორული ოთახები გარკვეულად ჩვენ ბავშვებს შველის. და გახსნეს ქალბატონმა იკავდა ნინოს მონაწილეობით გაიხსნა და ძალიან დიდი იმედებს ვამყარეთ მშობლები და გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ეს სიტუაცია გაიხსნას, ესეთი პროექტები, რომ ბავშვებმა ისარგებლონ ამ ყველაფრით და მიიღონ მონაწილეობა. When I'm going away again, our faces and falsities of new friends. There's fires here to burn, our timbers left to learn in this young heart. Honey, please don't think I don't miss you, no. Don't think I don't think of you when we're apart. Because I do, dear.